ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ ერთგულება და სიყვარული. ამის შესახებ, ამ სათნოებების შესახებ გვესაუბრება ჩვენ განსაკუთრებით გადმოგცემს აი ამ ერთგულებისა და სიყვარულის როგორც მაგალითებს, ასევე მნიშვნელობას აღდგომიდან მესამე შვიდეულის კვირადღის სახარება. ეს არის მარკოზის მე-15 და მე-16 თავებიდან ამოკრებილი მუხლები და ეს შეეხება მენელსაცხებელ დედათა საქმიანობას 8 წელს მაცხოვრის ჯვრიდან გადმოხსნისა და საფლავში მისი დაკრძალვის შემდეგ. ისტორია ყველასთვის ნათელია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მენელსაცხებლე დედები ეწოდათ იმ მოწაფე ქალებს, იესო ქრისტეს მოწაფე ქალებს, რომელნიც განსხვავებით მოწაფე მამაკაცების აბსოლუტური უმრავლესობისაგან არ გაიფანტნენ, როდესაც მაცხოვარი შეიპყრეს. და სულ მის გვერდით იყვნენ, სადაც კი ხდებოდა მის განხორციელდა მისი ასეთი გასამართლება, მისი შეურაცხყოფა, გვემა და სულელობა გოლგოთისკენ და ბოლოს თვით ჯვარცმის, ესე იგი, პერიოდში ისინი იყვნენ მაცხოვართან. უკიდურესად შეძრწუნებულნი, გლოვარენი, მაგრამ ამავე დროს ზადყოფნაში, რომ თავისი მოძღვრისათვის, საყვარელი მოძღვრისათვის სიცოცხლეც კი გაეწირათ, იმიტომ რომ ეს გაშმაგება ამ იუდეველთა იესო ქრისტეს მიმართ ვრცელდებოდა, ასაკვირველია მის არა მარტო მის მოწაფეებზე, არამედ ყველაზე, ვინც თქვათ მის სახელს კეთილად მოიხსენიებდა. და მით უმეტეს ახლა მოწაფეები, რომლებიც მას სრულად აღიარებდნენ და სრულად თქვათ ხალხში კიდევ ერთხელ მის დიდებას განავრცობდნენ და ადასტურებდნენ, მით უმეტეს მათ მიმართ ბუნებრივია, რომ იქნებოდა ეს საშინელი სიძულვილიც და მათი განადგურების სურვილი. აი მაგალითად ლაზარე, რომელიც აღადგინა მაცხოვარმა, აი მისი მოკლა უნდათ და მისი განადგურება უნდათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო მაგალითი, ძალიან დიდი მაგალითი ღვთის სასწაულისა, ღვთის დიდებისა. და ასევე მისი მოწაფეებიც სასაკვირველია, ბუნებრივია, მათ მიმართ იყო დიდი აგრესია და ამას შეუშინდნენ მოწაფეები, ვერ გაუძლეს ამ ცდუნებას, თანაცმოვარია მათი წმენა შეირყა მამაკაცებში და შეიძლება ითქვას, რომ აი მათ ესე იგი შინაგანი სამყარო იმდენად დიდი სტრესით იყო მოცული, რომ მათ შეეშინდათ. უკვე ვეღარ შეინარჩუნეს სულიერი ძალა, რომ სიკვდილის შიში არ ქონოდათ და თავისი მოძღვრისადმი ერთგულება გაეწიათ. და აი ამ დროს, ესე იგი, მოწაფე ქალები ინარჩუნებენ ამ ერთგულებას, ფაქტიურად მზადყოფნას სიკვდილისათვის და ეს არის კიდევ ერთი საოცარი მაგალითი იმისა, რომ მართლაც ისევე როგორც მამაკაცი, ასევე დედაკაცი, ორივე შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა. ორივე ერთნაირად არის მოწოდებული განხრთობისათვის და რისი დასტურიც არის სწორედ ის, რომ
მხოლოდ წმინდანთა შორის, რომელიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, მხოლოდ ღვთისმშობელი არის უკვე სხეულით ზეცაში, ანუ ვიდრე მეორედ მოსვლამდე, მხოლოდ მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება წმინდანთა სხეულებით შემოსვა და აი ღვთისმშობელი და იგი არის ყოველთა ანგელოზთა, ასე ვთქვათ, უპირატესი. ზეცაში, ესე იგი ღმერთის შემდეგ უპირველესი არის. რატო? იმიტომ რომ ღვთისმშობელმა მთელი არსებით, ესე იგი იწამა, მიენდო და შეიყვარა უფალი. აი სწორედ ეს უნარი იმისა, რომ მთლიანად შეიყვარო, მთლიანად მიენდო, აი ეს უნარი გამოაჩინეს მენელსაცხებელმა დედებმა და რატომ უწოდებთ მათ მენელსაცხებლე დედებს? იმიტომ რომ კიდევ ერთი გმირობა ის იყო, რომ ერთია რომ მასაში ხარ, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებისა, რომელიც ესწრებიან შეპყრობილი იესო ქრისტეს გასამართლებას, შეურაცხყოფას, გვემას, შემდეგ ჯვრით მსვლელობას გოლგოთისკენ, გოლგოთაზე, აი ამ მის ჯვარცმას და სიკვდილს და მეორეა, როდესაც შენ პირდაპირ მიდიხარ საფლავზე და გინდა შეასრულო წესი მიცვალებულთა ესეთი გაპატიოსნებისა, ებრაული წესი იყო, რომ ნელსაცხებელს უსვამდნენ სხეულზე. და ნუ როგორც ვიცით, აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით ხდებოდა მიცვალებულთა არა მიწაში დამარხვა, არამედ გამოქვაბულებში მათი შესვენება, სადაც შეიძლებოდა შესვლა და მათ სხეულზე ნელსაცხებელის წასმა. ეს იყო ესეთი კეთილსურნელოვანი ზეთები, რომელიც ძალიან ძვირფასი ნივთიერებებისგან კეთდებოდა და საკმაოდ ძვირი ღირდა და ამის წასმა სხეულისთვის ეს ნიშნავდა ერთის მხრივ მისადმი დიდი სიყვარულის, დიდი პატივისცემის გამოხატულებას და მეორე მხრივ აი ამ ასე ვთქვათ ხრწნის პროცესში სხეულიდან მომდინარე რაღაც ესეთი უსიამოვნო სუნის გასანეიტრალებლად. და აი მიდიან ისინი არ უშინდებიან, მაგრამ ფიქრობენ რომ მათ ნახეს როგორ მოხდა იესო ქრისტეს ჯვრიდან ჩამოხსნა და საფლავში იქვე მახლობლად გოლგოთასთან მახლობლად ახალ საფლავში რომ სადაც არავინ არ იყო დასვენებული იქ მისი დაკრძალვა და იხილეს როგორ მიაფარეს ლოდი და აი ამისზე ფიქრობდნენ რომ აი ეს ლოდიო რომ ვინ ჩვენ როგორ გადავაგორებთ ამ ლოდსო გაგვიჭირდებაო სამნი მიდიოდნენ სამნი თუმცა სახარებაში წერია რომ ეს მისვლა არ იყო ერთჯერადი იყო თქვათ შეიძლება ორჯერ ან სამჯერ ისინი მიდიოდნენ აკვირდებოდნენ მერე ბრუნდებოდნენ და აი ერთ-ერთი უკვე ბოლო მისვლის დროს გამთენიისას ისინი ხედავენ რომ ლოდი გარდაგორებულია ჯარისკაცები რომლებიც იცავდნენ იქ აღარ არიან ხო ეს ჯარისკაცების თემა ასე იყო რომ პილატესთან მივიდნენ იუდეველები და უთხრეს რომ აი ხლა საფლავსო მცველები უნდა დაუყენოთო იმიტომ რომ ესე იგი ეს მოიპარავენო მის სხეულსო და ხალხში გაავრცელებენ რომ მკვდრეთით აღდგაო და ეს რო არ მოხდესო დაუყენოთ მცველებიო და მართლაც პილატემ უთხრა რომ თქვენ თვითონ ყავთ ჯარისკაცები და თქვენ დაუყენეთ მცველებიო და დაუყენეს ეს მცველები და როდესაც მაცხოვარი მოხდა ეს აღდგომა ლოდი გადაგორდა მოხდა აღდგომა და ჯარისკაცები ჯერ ესე იგი მიწაზე დავარდნენ როგორც უგონოთ და შემდეგ გამოფხიზდნენ და გაიქცნენ და ეს ამბავი მოუყვეს ეს სწორედ მწიგნობრებსა და ფარისევლებს ვინც ისინი დააყენა იქ და მათ უთხრეს რომ ფული მისცეს და უთხრეს რომ
ასე თქვითო რომ მოვიდნენ მისი მოწაფეებიო და მოიპარესო გვამიო და აი ასე დაავრცელეს ეს ხმა რომ აი მოწაფეებმა გვამი მოიპარეს თუმცა რეალურად ეს არავის არ მოუპარავს არამედ იესო ქრისტე აღდგა და აი ამ მოსულმა მენელსაცხებლე დედებმა იხილეს ლოდი გადაგორებული და ლოდზე იხილეს ანგელოზი მჯდომარე შემდეგ ისინი შედიან გამოქვაბულში იქ არის ორი ნაწილი ერთი არის ასე ვთქვათ პირველი ნაწილი სადაც კიდევ იხილეს მეორე ანგელოზი მჯდომარე ქვის სვეტზე რომელმაც უთხრა რომ რატომ ეძიებთ აქ მკვდარს ცოცხალს მკვდართა შორის იგი არ არის აქ იგი აღსდგა წადით და უთხარით მოწაფეებს და პეტრეს რომ იგი აღდგა და იგი მათ გამოეცხადება აი ეს სიტყვები მოისმინეს თუ რასაკვირველია აღთვალებულნი იყვნენ მენელსაცხებლე დედები და შეძრწუნებულნი აი ამ დიდი სიხარულის გამო და დიდი საოცრების გამო და ისინი წამოვიდნენ ისე რომ გზაზე რასაკვირველია ერიდებოდნენ ვინმესთვის რამე ეთქვათ იმიტომ რომ კათასი მტერი იყო ქრისტესი და მისი მოწაფეების და ნუ ბოლოს მივიდნენ და უთხრეს მოწაფეებს და აი რა არის აქ მთავარი რომ მენელსაცხებლე დედები სწორედ ეწოდათ ქრისტეს ერთგულ მოწაფეებს რომელთაც თავი სიცოცხლე არ დაიშურეს ოღონდ კი ასე იგი თავისი მოძღვრისადმი მსახურება აი ბოლომდე გაეწიათ და არ მიეტოვებინათ გარდაცვლილიც კი და ყველა წესი შეესრულებინათ და მიეგოთ ის პატივი რაც ეკუთვნოდა ნებისმიერ იუდეველს და მით უმეტეს ასეთ მოძღვარს და ასეთ ნუ ფაქტიურად მესიას რომელსაც ისინი უკვე გრძნობდნენ ამას აღიარებდნენ და აი რა არის ეს ამბავი რას მოგვიტყობს პირველ რიგში ეს არის ამბავი ერთგულებისა ესე იგი თავისი მოძღვრის მიმართ თავისი უახლოესი ადამიანის მიმართ მეგობრის მიმართ იმიტომ რომ მაცხოვრმა უთხრა თავის მოციქულებს და ამ მოწაფე ქალებიც იყვნენ რასაკვირველია მაშინ რომ თქვენ აღარ გეტყვით მონად რადგანაც თქვენ გიწოდებთ მეგობარს მეგობარმა ყველაფერი იცის ანუ მათ იციან მაცხოვრის ასე ვთქვათ სწავლება მისი მნიშვნელობა ამ სწავლების თვითონ მაცხოვრის შესახებ მათ სრული ცოდნა აქვთ ამიტომ ისინი უკვე არიან მეგობრები და აი ეს მეგობრობა რასაკვირველია უდიდესი პატივია და აი ეს მეგობრისადმი ერთგულება იყო მოძღვრისადმი ერთგულება იყო და რა არის აქ მთავარი რომ აი პირველი მეორე კვირა მეორე შვიდეულის პირველი დღე კვირა ეს იყო თომას კვირა სადაც ლაპარაკია რწმენის შერყევაზე და რწმენის შერყეული რწმენის აღდგენაზე და რწმენის მნიშვნელობაზე რომ მადლი ესე იგი აღდგომისა ვერ აღდგომის მადლს ვერ მიიღებს ადამიანი თუ მისი რწმენა არ იქნება ურყევი მაგრამ აქ აი ამ მოთხრობაში სწორედ ლაპარაკია იმაზე რომ თავისთავად რწმენა კიდევ არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი საშუალება თუ რწმენას არ ახლავს საქმე მაშინ ეს რწმენა მკვდარია და რა არის რწმენის საქმე რწმენის საქმე რასაკვირველია არის მცნებების აღსრულება და რა არის პირველი მცნება ეს არის სიყვარული აი სწორედ აი აქ არის კიდევ ერთხელ ეკლესია გვახსენებს რომ რწმენის გამოხატულება არის სიყვარული და გვეუბნება რომ რწმენასთან ერთად რწმენის რეალური ესე ვთქვათ გამოვლინება ადამიანში არის სიყვარული იმისადმი ვისიც მას სწამს ღვთისა და მოყვასისა და აი ეს გამოავლინეს მენელსაცხებლე დედებმა და აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ
მიუხედავად იმისა, რომ მოწაფე მამაკაცების უმრავლესობა მიატოვა, რასაკვირველია, მაინც იყვნენ მოწაფე მამაკაცები, რომელთაც ეს ერთგულება საცხებლე დედებთან ერთად გამოავლინეს, ესენი გახლავან იოსებ არიმათიელი, რომელმაც ითხოვა მისი ჯვრიდან ჩამოხსნის უფლება პილატესაგან, ეს გახლავთ ნიკოდიმოსი, რომელმაც მიიღო ამ ჩამოხსნაში ასევე მონაწილეობა, ეს იყო ფარული მოწაფეები და რატომ იყვნენ ფარული? წერია შიშისათვის 2,000. არა ის, რომ მათ ახლა სიცოცხლის განწირვის ეშინოდათ, უბრალოდ დრომდე, გარკვეულ დრომდე, როცა ამის აუცილებლობა არ იყო, ისინი არ ამჟღავნებდნენ საჯაროდ ამას და აი როცა საჭიროება გახდა, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ყველაზე საშიში როცა იყო, მათ ეს გამოამჟღავნეს თავისი მოწაფეობა, არ დაფარეს და ასე ვთქვათ, მზად იყვნენ სიცოცხლის გასაწირად. ასევე სიცოცხლის გასაწირად იყო მზად და არ მიუტოვებია თავისი მოძღვარი იოანე ღვთისმეტყველს და ამიტომაც იგი გახდა ღირსი იმისა, რომ მაცხოვარს ეწოდებინა, ესე იგი მას უწოდა ღვთისმშობლის ძე. ანუ თავის ნაცვლად დაუტოვა ღვთისმშობელს, იგი ჯვრიდან ეუბნება ღვთისმშობელს, დედაკაცო აჰაძე შენი და მიანიშნებს იოანე ღვთისმეტყველზე, შემდეგ იოანე ღვთისმეტყველს ეუბნება აჰა დედა შენი. აი ფაქტიურად როგორც ღვთისმშობელს ჩააბარა იოანე და იოანეს ღვთისმშობელი, როგორც დედა, აი ესევე საქართველოს ჩააბარა უფალმა ღვთისმშობელს და ჩვენ ჩაგვაბარა ღვთისმშობელი როგორც დედა, ღვთისმშობელი გვიცავს და ფარველობს ჩვენ, მაგრამ ჩვენც ვემსახურებით ღვთისმშობელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ღირსეული შვილები უნდა ვიყოთ. დიახ, ღვთისმშობლის ღირსეული შვილობა ნიშნავს მიმსგავსებას ქრისტესთან და თავდადებას მოყვასისათვის. აი ეს არის სწორედ მაღალი ხარისხი ქრისტიანობის, აი ეს მეტი მოგვეცა და მეტი მოგვეთხოვება, აი სწორედ ეს სახარება და ეს მენელსაცხებლე დედათა კვირიაკე გვახსენებს ჩვენ ერთგულებისა და სიყვარულის მნიშვნელობას, რომ სიყვარული ერთგულება არის დასტური სიყვარულისა. ერთგულება არის მზადყოფნა იმისათვის, ვინც გიყვარს, სიცოცხლე გასცირო. ეს არის ყველაზე დიდი დასტური სიყვარულისა და ამის შესახებ სახარებაში მაცხოვარი ამბობს, რომ ამაზე დიდი სიყვარული არსებობს, უკვე თუ პიროვნებამ თავი თვისი დასდვას მეგობართა თვისთათვის. აი სწორედ ამისი მაგალითი არის მენელსაცხებლე დედები, იოსებ არიმათიელი, ნიკოდიმოსი და იოანე ღვთისმეტყველი. აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს ეკლესიამ მენელსაცხებლე დედების სტატუსი მიანიჭა თამარ მეფეს და აი ამ დღეს, როგორც მესამე შვიდეულის კვირა დღეს, როგორც იხსენებიან ქრისტეს ერთგული მოწაფეები, აი ქრისტეს ერთგულ მოწაფეებთან გატოლებული არის თამარ მეფე, რომელიც მართლაც მოწაფე ქალების, ქრისტეს მოწაფე ქალების მენელსაცხებლე დედების მსგავსად იყო შეწირული ღვთისა და მამულისადმი. და ეს არის აი სწორედ მისია ჩვენი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომ არა 1, 2, 3 და რაღაცა გარკვეული ნაწილი, რჩეული ნაწილი ერისა, არამედ მთელი ერი უნდა იყოს ვითარცა ერთი პიროვნება ღვთისა და მამულისათვის შეწირული მისთვის სიცოცხლის გაწირვის მზადყოფნაში, რომ მისთვის სიცოცხლე გაწიროს. აი ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრიერის დანიშნულება და ღმერთმა შეგვაძლებინოს დაუბრუნდეთ დედა ეკლესიის წიაღს, რათა უფლის შეწევნით მართლაც მოვემზადოთ ამ დანიშნულების აღსრულებისათვის, რომელიც ყველაზე მეტად უნდა გამოჩნდეს და განხორციელდეს ქრისტეს მეორედ მოსვლის წინა პერიოდში და თავად მოსვლის ჟამს, რომ ამ ენითა, ანუ ამ ერის მიერ უნდა ემხილოს ჭეშმარიტება ყველას, ვინც ჭეშმარიტებას
დაშორდება, მხილება მოხდება მათი, ვინც დაშორდა, რომ ჭეშმარიტების თაყვანისცემა შესაძლებელია თვით მეორედ მოსვლის წინა პერიოდშიც. აი ეს არის მისია ქართველი ერისა, წმინდა მენელსაცხებლე დედათა მეოხებით, თამარ მეფის მეოხებით, იოსებ არიმათიელის, ნიკოდიმოსის და იოანე ღვთისმეტყველის მეოხებით ღმერთმა შეგვაძლებინოს ჭეშმარიტი ერთგულება და სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. ამინ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე. ამინ.